ლობჟანიძე გორი საქართველოს. ის წარსულში ცნობილი მოკრევის და ამჟამად საქართველოს კრების ფედერაციის პრეზიდენტის ბექა ლობჟანიძის ქალიშვილია. კარგად იესპარეზა ლიზა ლობჟანიძე. კარგი. გამოჩნდება, როგორი კვალიფიკაციის მოკრივია. დავია სტარკოვსკი აღნაგობა მშვენიერი აქვს, ახლობთ ერთ სიმაღლის არიან. დღესაც არ გაუჭირდება. გამოცდილია. ზალჯავა ხანზე რეფერი. ევროპის მედალი აქვს მოპოვებული, ვერცხლი და ბრინჯაო. საქართველოს ჩემპიონია. საერთაშორისო ტურნირებში მიიღო გამოცდილება და ნახოთ, ცოტა უხერხული მაღალი მეტოქი ხდება, მაგრამ არ გაუჭირდება. ოღონდ მემარჯვენეა, რაღაც 2-3 სანტიმეტრის მაღალი იქნება ჩვენი მეტოქი. დათმა მიაყენა მეორე დათმა უკვე გადადის შეტევაზე ნახეთ აი სუქულიანი დათმულია კარგად არის მომზადებული ისინი ნახეთ მესამე რაუნდში უმატებს ყოველთვის დაუთვალა რაუნდის ბოლოს დასრულდა პირველი რაუნდი, მოიგო ლიზა ლობჟანიძე, მაგრამ ესეთი იოლი მეტოქეც არ აყავს. ნახოთ რა ანგარიშით მოვიდა 10-9 ერთმა მსაჯმა მისცა 10-8 აი ამან იმსაჯა ზუსტად 10-8 უნდა იყოს იქ უპირატესობა და მე ნოკდაუნი 5-0 ანგარიში შეტევაზე გადადის ლობჟანიძე
უთხეში ყავს. ნახეთ სულთა დარტყმები. ოპა ორი სულთა დარტყმა. კიდე გახსნა ანგარიშის სათმო. მეორე ნოკდაუნი. ხო, მოკლედ საქმე 7 ოქროს მედალი საქართველოში რჩება, უკვე ცხადია. ეს რაუნდიც საკითხავი 10 თვლა იქნება თუ არა. ერთი 10 თვლა არის, ეცას მიაჩნია რომ დიდი უპირატესობით იგებს ლობჟანი და ნუ რეალურად ასეც არის. მოძრაობს, იმიტომ რომ გადაწყვეტილია შეხვედრის ბედი. მანძილზე უნდა დაუდგეს და მოძრაობს. აი ეს. ფიზიკურად ჩვენი ოთარი მომზადებული ლიზა, უდნავათაც არ შეტყობია დაღლა. ამდენჯერმე სადაც სტარგოვსკიმ შეტევა, შეიძლება ერთი ორი ზუსტი დარტყმაც ჰქონდა. იწურა ამასობაში ბრძოლა. გააქტიურდა ისრაელის წარმომადგენელი, მაგრამ აღარ ხელის ჯორის ბედი თითქმის გადაწყვეტილია. მაგრამ კაი მარჯვენა ხუთი დაასრულა ლიზა ლობჟანიძემ და მოიგო თავისი მორიგი ტურნირი.
მესამე რაუნდიც 10 ცხრები მოვიდა 5 მსაჯი გამარჯვება სადელოს 6 კუთხეს. ლობჟანიძე, მოდი ხ ჩამოთვალოთ ჩვენ ჩემპიონები 50 კილოგრამში. ანასტასია ჯოლოხავა, თბილისი, 52-ში ელენე ქარჩავა, ზუგდიდი, მარიტა გაგოშიძე, ზესტაფონი.